ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლაში საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში სახელწოდებით ჩემო კარგო ქვეყანავა ანსამბლ დიდგორის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში რომის მხარდამჭერი ასევე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ანსამბლებმა მრავალჟამიერი და გურჯაანი. ძალიან კარგი კონცერტი ჩატარდა ანსამბლი გურჯაანი და ანსამბლი დიდგორი ერთობლივად გამოვიდა სცენაზე და საოცარი საღამო შემოგთავაზა ქართული ფოლკლორის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შეასრულეს და ძალიან ისიამოვნა საზოგადოებამ. გურჯაანის სამუსიკო სკოლის არაჩვეულებრივ დარბაზში დასრულდა ანსამბლ დიდგორის პროექტი ჩემო კარგო ქვეყანავ კახეთი. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ვცდილობთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავმართოთ კონცერტები და ბოლო 3 დღე კახეთს ვესტუმრეთ. დავიწყეთ ყვარლით, შემდეგ ჩავატარეთ კონცერტი წნორში და დღეს გურჯაანში დავასრულეთ ჩვენი გამოსვლები. სასიხარულოა რომ ამ კონცერტში ადგილობრივი გუნდები იყო ჩართული და გურჯაანის საოცარ ანსამბლთან ერთად ძალიან სიმბოლური იყო რომ დღეს აქ შესრულდა ჩემო კარგო ქვეყანავ როგორც დიდებთან ასევე პატარა თაობასთან ერთად. ეს პროექტი მხარდაჭერილია კულტურის სამინისტროს მიერ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა. შესანიშნავი კონცერტი იყო, სასიამოვნოა რომ დღეს ჩვენს რაიონში იმყოფებოდა დიდგორი ფოლკლორული ანსამბლი. ეს მოხდა კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ძალიან დიდი ბალნობით გადაუხადა სამინისტროს, იმიტომ რომ მრავალი ასეთ პროექტებს აფინანსებს და ჩვენი გუნდისთვის და ასევე რა თქმა უნდა ბავშვთა გუნდისთვის საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო და ვფიქრობ ბავშვებისთვის უფრო სასიამოვნო, იმიტომ რომ მათ ნახეს მიიმღერეს მათთან ერთად ცოცხლად ფოლკლორი და ვფიქრობ რომ დიდი мотиваცია ბავშვებისთვის. ასე რომ თუ ასეთი პროექტები გაგრძელდება ძალიან კარგი იქნება.